მედიცინა მხოლოდ დიაგნოზი და მკურნალობა არ არის. ის უწყვეტი სწავლაა, გამოცდილების გაზიარება და იმ ადამიანების ერთობა, რომელთაც ყოველდღიურად ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე ავარიათ. სწორედ ამ იდეამ უკვე მე-12-ად გააერთიანა თბილისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის საერთაშორისო კონგრესზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა პროფესორებმა, მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა თანამედროვე მედიცინის ყველაზე აქტუალური საკითხები განიხილეს. ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. კონგრესი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა და შესავალი სიტყვითაც გამოვიდა. თანამედროვე გამოწვევები და სტრატეგიები კლინიკურ მედიცინაში, ქირურგიული და თერაპიული მართვის უახლესი მეთოდები. ასეთი სახელწოდებით ჩატარდა ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რიგით მე-12 საერთაშორისო მულტიპროფილური კონგრესი, რომელმაც ქართველ ექიმებთან ერთად მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან მოწვეულ მედიკოსებს მოუყარა თავი. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა არ ღალატობს თავის ტრადიციას. ლიგა უკვე 12 წლისაა და ყოველწლიურად ტარდება შემაჯამებელი საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები ჩვენ ქართველ ექიმებთან ერთად. მიდის ინოვაციების და ერთმანეთის ახალი პრაქტიკული გამოცდილების მაგალითების გაცვლა. ეს არის ნამდვილად შეუდარებელი იმ მხრივ, რომ ურთიერთობა ყალიბდება როგორც კოლეგებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, დღესაც ჩვენი დამსწრე საზოგადოება ექიმები უწყვეტი განათლების სისტემის ხაზით მიიღებენ შესაბამის კრედიტქულებს, ანუ პროფესიონალური განვითარების მხრივ. დღეს ჩვენ გვსტუმრობენ ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან მოკლედ წამყვანი სპეციალისტები და სპიკერები არიან ჩვენ ქართველ ექიმებთან ერთად. ბოლოს ყველაფერი დაგვირგვინდება იმით, რომ გვექნება გალა კონცერტი საუკეთესო ექიმების, ღვაწლმოსილი ექიმების და ასევე ახალგაზრდა კოლეგების ხალისების მიზნით დავაჯილდოვებთ მათ. იქნება არაჩვეულებრივი საკონცერტო ნომრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ჩვენი მედიკოსები, ასევე ესტრადის და ფოლკლორის ვარსკვლავები. უკვე 12 წელია ლიგა ამ ფორმატით აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებას. ორგანიზატორების მთავარი მიზანი მხოლოდ სამეცნიერო სიახლეების გაცვლა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც იბადება პროფესიული პარტნიორობა, ძლიერდება საერთაშორისო ურთიერთობები და ქართველი ექიმები მსოფლიოს უახლეს მიღწევებს უშუალოდ მათი ავტორებისგან ეცნობიან. ამავდროულად, კონგრესი უწყვეტი სამედიცინო განათლების ნაწილია და მონაწილე ექიმებს პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი კრედიტქულების მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა უკვე 12 წლის არის. დღეს გვაქვს რიგით მე-12 კონგრესი. ფრიად საინტერესო თემების განხილვა მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი, ასე ევროპიდან, ამერიკიდან, უზბეკეთიდან, თურქეთიდან, შვედეთიდან მოწვეული სპეციალისტები. ცოდნის გაზიარება ეს იმდენად დიდი ღირებულებაა, რომ მე ვფიქრობ, დღევანდელი კონგრესი სწორედ რომ ღირებული, შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და ძალზედ გამოსადეგი იქნება ჩვენი ექიმებისთვის. ჩვენს მისიას ხომ სწორედ ის წარმოადგენს, რომ მსოფლიოში არსებული თანამედროვე მიდგომების, სხვადასხვა დაავადებების, მკურნალობის, პრევენციის და დიაგნოსტირების კუთხით მივაწოდოთ არა მხოლოდ ცენტრალური ქალაქების მომუშავე ექიმებს, არამედ სიახლეები მივიტანოთ ნებისმიერი სოფლის ექიმამდე, რამე თუ სწორედ მათ უწევთ კონკრეტულად მათ უწევთ ერთპიროვნულად საჭირო გადაწყვეტილებების მიღება და სწორედ მათ მყისიერ და სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონგრესიც იქნება ძალიან საინტერესო, მულტიპროფილური, მადლიერი ძალიან ჩვენი სპიკერების, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ახალგაზრდებს და ასევე გახარებული ვარ იმდენად, რამდენადაც უკვე 61 ჩვენს მიერ უცხოეთში გაგზავნილი ახალგაზრდა მხოლოდ მადლობებით გვიფრინდება სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან, რითიც ჩვენ უნდა ვიამაყოთ. თანამედროვე მედიცინაში ცოდნა ყოველდღიურად ახლდება. ახალი კლინიკური რეკომენდაციები, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები ექიმების მუდმივ პროფესიულ განვითარებას აუცილებლობად აქცევს. სწორედ ამიტომ, მსგავსი საერთაშორისო ფორუმები პრაქტიკოსი ექიმებისთვის მხოლოდ გამოცდილების გაზიარების ადგილი აღარ არის. ისინი ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
მნიშვნელოვანია, რომ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ ჩატარდა ესეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია. საერთაშორისო კონფერენციის მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, როგორც ჩვენ უცხოელ კოლეგებთან და რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი აქ ჩამოსული და ნაყოფიერი მუშაობა კონფერენციისა არის ისიც, რომ ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ წარმოჩინდება ისეთი პრეზენტაციები, რომლებიც მათთვისაც ღირებულია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბაია ბეზარაშვილს, მარიამ ბეზარაშვილს ამ ღირსშესანიშნავი და საკმაოდ მაღალკვალიფიციური და მაღალორგანიზებული კონფერენციის წარმატებისათვის და ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის მიზანი და მთავარი ამოცანა ისაც არის, რომ ჩვენ მომავალთაობას გადავცეთ ის ჩვენი გამოცდილება, რაც ჩვენ სხვადასხვა სპეციალობებს გვახასიათებდა და სწორედ მულტიდისციპლინური გუნდი იქნა წარმოდგენილი დღევანდელ კონფერენციაზე და მე ვიმედოვნებ, რომ მათი თაოსნობით ასეთი კონფერენციები მუდმივად კიდევ ერთხელ შემატებს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებას უფრო ბევრ საინტერესო თემატიკას. წლიდან წლამდე იზრდება როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება. რესპირაციული დაავადებებიდან კარდიოლოგიამდე, ენდოკრინოლოგიიდან ქირურგიამდე. კონგრესი პრაქტიკულად ყველა სამედიცინო მიმართულებას აერთიანებს. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეპოქაში, როცა მედიცინა ქვეყნის საზღვრებს აღარ ცნობს და თანამედროვე გამოწვევებიც ერთობლივ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. დღეს მოგეხსენებათ ტარდება ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის კონგრესი. ეს არის მორიგის საერთაშორისო კონგრესი და მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია როგორც პრაქტიკოსი, ისე მეცნიერ, როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე მედიცინა ელვის ისრაფით ვითარდება და სწორედ დღეს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა ცდილობს ფეხდახვეს მიყვეს ამ სვლას, მეცნიერების პროგრესის და დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა პროფესიის ექიმების, მეცნიერების, მკვლევარების ერთად ყოფნას, რათა გაუზიარონ ერთმანეთს თავისი გამოცდილება, გაუზიარონ ის დიდი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა, რომელიც დაგროვილია სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს მონაწილეობას იღებს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის საერთაშორისო კონგრესში მრავალი ქვეყნიდან წარმოდგენილი მეცნიერები, პროფესორები, მეცნიერმუშაკები, პრაქტიკოსი ექიმები. თემა შეეხება აბსოლუტურად ყველა სისტემის პათოლოგიას, დაწყებული რესპირაციული სისტემით და დამთავრებული კარდიოვასკულარული სისტემის, ენდოკრინული, რევმატოლოგიური, ჰემატოლოგიური, ქირურგიული პათოლოგიის. აი ზუსტად ამჟამადაც მიმდინარეობს ძალიან საინტერესო მოხსენება, რომელსაც წარმოადგენენ ჩვენი ებრაელი, თურქი, უზბეკი თუ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ მონაწილეს, დელეგატს და ყველა იმ მეგობარ კომპანიებს, რომელიც მონაწილეობენ ამ დიდ ფორუმში, რომელთა მონაწილეობის გარეშე ალბათ ეს დიდი ზეიმი არ შედგებოდა. ვიმედოვნებთ, რომ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა გააგრძელებს კვლავ იმ წარმატებულ სვლას, რასაც ქვია ქართული მედიცინის წარმატებები. მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებლად საერთაშორისო კონტაქტების გარეშე ძალიან ძნელია, რომ მივაღწიოთ წარმატებას იმ მძიმე დაავადებებში, რომელთაც გლობალურ პრობლემას წარმოადგენენ მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, გლობალური პრობლემა ეს არის რეზისტენტობა, ეს არის სხვადასხვა პოლიორგანული დაავადებები და ზემოთ აღნიშნული პრობლემასთან ბრძოლაში ალბათ აი ესეთი კონფერენციები, კონგრესები თამაშობენ ფასდაუდებელ როლს, რათა კიდევ უფრო ამაღლდეს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექიმების გამოცდილება, სხვა ამათ თუ იმ რთულ შემთხვევებში, რაც წაადგება ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ჯანსაღი ცხოვრების წესი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პრევენცია იმ მძიმე დაავადებების, რომელთა მკურნალობაც მოგეხსენებათ დღესდღეობით არც თუ ისე იოლია. მინდა თქვენი ტელევიზიის სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს, მონაწილეებს, მეგობრებს, უცხოელ სტუმრებს და რასაკვირველია კომპანია პულს, რომელიც ერთგულად გვიდგას გვერდში ყველა ასეთი მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი მოვლენის გაშუქებაში. რთულად დიაგნოსტირებადი შემთხვევები ონკოჰემატოლოგიაში, თრომბოციტოპენიის დიაგნოსტიკური ალგორითმი, პერსონალიზებული მედიცინის თანამედროვე პარადიგმები მამოლოგიაში,
ბიოტერორიზმის საფრთხე, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მართვის უახლესი რეკომენდაციები, პერსონალიზებული რეკონსტრუქცია პედიატრიულ ქირურგიაში, პერიოდული ცხელების დიაგნოსტიკური ალგორითმები, კარდიოლოგიური მონიტორინგი ხელოვნური ინტელექტით საქართველოს კლინიკურ პრაქტიკაში. ასეთი გახლდათ მოხსენებების ის არასრული ჩამონათვალი, რომელიც კონგრესის ფარგლებში სპიკერების მიერ გაკეთდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს და იმ ინოვაციებს, რომლებიც უკვე ქართველი და არამხოლოდ ქართველი ექიმების ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილად იქცა. და ბოლოს, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მრავალწლიანი ტრადიციის ამებ სამეცნიერო დისკუსიები არც მე-12 საერთაშორისო კონგრესი შემოფარგლულა. ღონისძიების დასასრულს ღვაწლმოსილი დარგის ამაგდარი ექიმების შრომა ჯეროვნად შეფასდა და სათანადოდ დაფასდა კიდეც. ცნობილი ექიმები ლიგის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. მაშასე, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის კიდევ ერთი მასშტაბური დღესასწაული საქართველოს და არამხოლოდ საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის. კიდევ ერთი საღამო ექიმების ერთად შესაკრებად, მათთვის მადლობის საჯაროდ გადასახდელად და იმის სადემონსტრაციოდ, რომ ექიმობა ყველაზე კეთილშობილური პროფესიაა, რომლის ჯეროვნად შეფასება და დაფასებაც საზოგადოების თითოეული წევრის ღირსების საქმეა.